ეს საინტერესო ფუნქცია მინდა გაჩვენოთ, რომელიც დავამატე გემინიში, გემინი Power Up-ში, როგორც იცით, notebook LM-ს სტანდარტულად არა აქვს პროგრამული ფაილების მხარდაჭერა, მაგალითად JavaScript-ი, Python-ი, PHP მხარდაჭერა არ აქვს, რეალურად ფიზიკურად ვერ ატვირთავ ასეთ ფაილებს. ამისათვის შევქმნი ერთ ძალიან მარტივი ფუნქცია, რომელიც ძალიან ამარტივებს ამ პროცესს. შევდივართ ხსნით პროექტებს. უკვე გახსნილი მაქვს მე აქ ერთ-ერთი პროექტი და ხედავთ რომ არის CSS ფაილი და შეიცავს JavaScript ფაილს. და მოდი აბა ვნახოთ, დავაწყაბუნებოთ. ეს არის პარამეტრების ფანჯარა, რომელიც ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ, ორჯერ დაწყაბუნებით იხსნება და ერთხელ დაწყაბუნებით პირდაპირ, აი ამ ღილაკზე, notebook LM-ის ღილაკზე დაწყაბუნებით, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ავტვირთოთ ჩვენი პროექტი ნებისმიერ უკვე არსებულ ჩვენს node-ში ან თუნდაც ახალში. და მოდი რეალურად ვნახოთ ახლა როგორ მუშაობს ეს. დავაწყაბუნებთ. როგორც ხედავთ, აი არსებული მაგალითად და შევიდეთ, ამოვაგდოთ, დაემატა ამ სამი ბლოკის გვერდით, დაემატა ახალი ბლოკი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი კოდის იმპორტი განვახორციელოთ, ანუ ჩვენი მთლიანი პროექტი ჩაჯდება, გაიგზავნება notebook LM-ში ავტომატურად. და ანალოგიურად, როდესაც სრულიად ახალს შევქმნით, აქაც ხედავთ, რომ ფანჯარაში ფაილების ატვირთვის ფანჯარაში დამატებულია ჩვენი ახალი ბლოკი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენი პროექტი კოდის იმპორტი გავაკეთოთ. დავაწყაბუნებთ ამ ღილაკზე მარტივად და ხედავთ, რომ ჩვენი ფაილი ფოლდერი მთლიანად წამოვიდა TXT ფაილის სახით. დავერთ ცოტა ხანი ატვირთვას. მანამდე გადავხედოთ და რო დავინახოთ და დავწვენდეთ, ხედავთ რომ აგერ არის security, ფოლდერის სახელი, ან პროექტის სახელი და შესაბამისი სახელი გვაქვს აქაც. და სრულად ატვირთვა და ხედავთ რომ წამოიღო ინფორმაცია და ვნახოთ აბა რა გვაქვს ამ ფაილში. ხედავთ რომ სრულად აგერ ჩვენი ფაილი CSS ფაილი, CSS და აქვე გვექნება CSS ფაილი და აგერ გვექნება JavaScript-იც. როგორც ხედავთ, ორივე ფაილი გადმოსული არის, რაც გვქონდა პროექტში და მოდი აბა უბრალოდ ვკითხოთ. უკვე გამოყენებას თუ შევძლებთ, რას აკეთებს ეს ფაილები. მოცემული ფაილები, როგორც ხედავთ, საკმაოდ წაიკითხა, გაანალიზა, მიხვდა და აგერ შეგვიძლია ნებისმიერი საკითხიც, აი, მაგალითად, დავაწყაბუნოთ და პირდაპირ ჩვენს ფაილში გადაგვიყვანს, პირდაპირ ჩვენს ფაილზე შესაბამის ადგილზე. ანუ როგორც ჩანს, გამართულად მუშაობს ყველაფერი. კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც კიდევ უფრო მარტივდება ჩვენი სამუშაო და აღარ გვჭირდება ზედმეტი დაწყაბუნებები და ზედმეტი კლიკები. ამასაც გაჩვენებთ ახლა. თვითონ შევიდეთ ძალიან და დამეყარა. შევქმნათ რაღაც ისე დავარქვათ სახელი რაღაცა. ტესტ
ვიღებთ BMORs, ამ ჩვენი შექმნილი node-ის და გადმოვდივართ იმ ღილაკზე, რომელზეც დაღან დავაწყაბუნეთ notebook LM-ის ღილაკზე ვაწყაბუნებთ ორჯერ, იხსნება პარამეტრების ფანჯარა. შეგვიძლია შევცვალოთ კონკრეტულად ჩვენი პროექტის სახელი, კონკრეტულად notebook LM-ისთვის და დავაწეროთ მაგალითად რაღაც სხვა სახელი. პირობითად secure ეცადე ერთ წამე ბომბორა. და აქ ჩავსვავთ ჩვენს BMORs, რომელიც დაღან დავაკოპირებთ პროექტ notebook LM-დან და დავაწყაბუნებთ auto uploads, გავააქტიურებთ, დავაწყაბუნებთ შენახვაზე და ახლა შევხედოთ რა მოხდება. დავაწყაბუნებთ notebook LM-ის ღილაკზე ისევ და აქ არის მაგია. როგორც ხედავთ, ჩვენს მიერ დასახელებული სახელით ჩვენი პროექტი აიტვირთა ჩვენს node-ში, რომელშიც გვინდოდა რომ ატვირთულიყო ჩვენი პროექტი ავტომატურად.